მარტი კიდევ ორჯერ ფიზიური ტაილანდის მომავლის თასის გამარჯვებული ქუთაისელი მოკრივე შეხვდება სომეხ სამბელ სირამაგიას დავით მოტოშე გაამარცხა აზერბაიჯანელი ნიჯატ იმანოვი უპრობლემოდ 5-0 და სირამაგიანმა ასევე დამაჯერებლად მოუღო ისკანდერ რასულჯანოვს ყირგიზეთს ნიჯატ იმანოვი და რასულჯანოვი მიიღებენ დაჯილდოებაზე ბრინჯაოს მედალს აი ამ ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია ქართველების გამოსვლა შევაჯამოთ რაი გაგავიდეს ტურნირზე იმიტომ რომ კიდევ 4 ჩვენიანია გამოსული ისინი ერთმანეთში გაარკვევენ ბოლო ორი ფინალი და შემდეგი ორი ფინალი იქნება ქართული 85-90 ანუ ჩვენ გქონდა მაქსიმუმ 6 მედლის მოპოვების შანსი დღევანდელი ფინალების წინ და ჯერჯერობით უდანაკარგოთ მივდივართ ჩემპიონები გახდნენ შალვა ბერიძე, სანდრო კაპანაძე და ნიკა პაპავა. ახლა იმავე შეეცდება დავით ხეცაძე, მეტოქე სერიოზული ყავს. ისეთი ძლიერი დაწყვის პატრონი ახლოდან მებრძოლი სომეხი სამბელ სირამაგიანი. რეფერი გახლავთ ახალქალაქელი არტურ ელიზბარიანი. ამ შეჯიბრების ტექნიკური დელეგატი გახლავთ იაკოვ ვოლოჩი, ისრაელის წარმომადგენელი და ტურნირს ხელმძღვანელობს ასევე ჩვენი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზურაბ ტიპო. ახლა კი პირველი რაუნდი ხეცაძე სირამაგიანი. საცი არის დავითის მეტოქე. ორივემ ძალიან დამაჯერებლად მოიგო გუშინ ნახევარფინალი. თამაშს ჰქონდა პირველი შემოტევა. დავითმა პირველ წრეში ვახტანგ მალანია დაამარცხა და პირველ წრეში ისმა დღევანდელმა მეტოქემ მოიგო რუმინელ ჯორჯე ბალანს. დავით უფრო ისეთ გარედან დისტანციიდან საშუალო შორი მანძილებიდან მოკრივია, თუმცა არ ვფრთხის არც ახლობ ბრძოლას. ჩვენიერი კომბინაცია იყო სამდარწმუნიანი ხეცაძის მხრიდან. შემდეგ აპერკოტის სადა დავითმა დისტანციიდან რას ექნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ შედეგიანი შეტევა. სომხეთს ბოლო ფინალისტი ყავთ, ორივე წლის მედალი აქვს მათ და 3 ბრინჯაო, ანუ ბოლო შანსია. გოგონების გუნდი მათ არ ყოლიათ აქ ჩამოყვანილი, მოარტყა კიდევ ერთი მარჯვენა ხუკი დავითმა. წამოვიდა სირამაგიანი, ადვილად გააკავა ის ფლავებით ხეცაძემ. სიმაღლეში სწომაში მას აქვს მიდიო უპირატესობა და ამას იყენებს კიდეც პირველ რაუნდში. შემჩნევა მსაჯისგან. კიდევ შეტევა ხეცაძის შემდეგ მუცალ შეავიტია და მოიგო მან წელში 5-0 უნდა იყოს ანგარიში არაფრის შანსი აქვს ჩვენს მეტოქეს არ ქონია ერთმა საჯმა მაინც მიცა სირამაგიანს პირველი რაუნდი
Round 2. დაიძვა წინ სილამაგიანი, მაგრამ ახეთ როსტატურად იცავს თავს დავითი. ორი მარცხენა პირდაპირ იყო ჯები, ხესაც სანგავისი ამ ბოლო შეტევაში აქ იოლოთ დაიძვინა თავი. მედოქის დარტყმისგან აღარიშაბესტერვა დატოვა გუშინამ სილამაგიანმა ძლიერი ყირგიზის ისკანდერ რასულჯანოვის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ნახეთ ხესაზე მას არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. ესეთ მაგალითია როგორ უნდა მოუგო ისე ძალიან აგრესიულ ახლოდან შემტევს შორი დისტანციიდან. მომზადებლად წავიდა ამჯერად სილამაგიანი შენია ჩაუმუქნა ხეცაძემ რაუნდის დასასრული. რაუნდის იგივე ანგარიში არა 5-0 უნდა იყოს მეორეში კი ბატონო ასეც არის. არა 4-1 აქაც ეხლა ლეტუორმა საჯმა მისცა ეს რაუნდი სილამაგიას. ამისი გამოსაზრებით, მაგრამ 3-28 გვაქვს. მესადეთი ხა სიფრთხილე მართებს დავით ხესაძეს, რათა საბოლოოდ დაადასტუროს ეს გამარჯვება მესამე რაუნდის შემდეგ. Collect the change second, make the lights go out. I don't fit into a box, they built, I never tried. Comfortable and confident with the pressure rise. Money for the hustle, keep the vision on the prize. Got for the snakes with the plastic in their eyes. Money for the pressure in the air, this thing. Round 3. მესამე რაუნდი. გონდარონ ისევ მოლდოველსაც მიეცავს ამისთვის მეორე რაუნდი აქ უკვე 4-28 გვექნებოდა, მაგრამ მოარსებითად ეს არაფერს არ წყვეტს.
ეხლა არ უნდა მივიღოთ გაფრთხილება, არ უნდა მივიღოთ ტრავმა და არ უნდა გაუშვათ ძლიერი დარტყმა, ეს იქნება ხელსაწყის 63 რაუნდში. ასე დროს გაყვანათ შეიძლება. მარცხენა პირდაპირი კიდევ ეს მარჯვენა ხუკი მაგაც შეტევაზე მომართული იყო სირამაგიანი, მაგრამ რეფერიც ვერ გააწყო. ერთი ორი დარტყმა გვინდა ეხლა შორიდან კონჩეტევაზე და დამთავრებული საქმეა. საცაა ბოლო წუთი დაიწყება ამ ორთა ბრძოლის. შეიძლება რომ რაღაცი თუ არ იქნება ახალსაც აი ეს გუნდოდა ზუსტად საბოლოოდ შეიძლება მესამე რაუნდის ომერს მიცემ, მაგრამ საბოლოო ჯამში 5-0 მოიგოთ 109-ის ირამარგიანმა ფრეცაძე შეინარჩუნებს ამ იმპერატორობას ახლა უკიდურეს ვარიანტს ვამბობ თორე შეიძლება დავითმა მოიგოს მესამე რაუნდიც შეიძლება 5-0 იყოს ანგარიში. ისე ტაქტიკურად გამართულად იკრივა ხელსაძემ მესამე რაუნდში არ გაურისკავს. არ მოუსურვებია მაინც და მაინც მესამე რაუნდის და 5-0-ის მოგება და მიიყვანა ბრძოლა გამარჯვებამდე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდანაკარგოდ გავიარეთ ფინალები. 4 ქართველი იყო ფინალში, 4-ვე მოიგო შაულა ბერიძემ, სანდრო კაპანაძემ, ნიკა პაპავამ და დავით ხეცაძემ. დანარჩენი 4 ჩვენი ფინალისტი იქ ერთმანეთში გაარკვევს საქმეს 85 კილოში და 90-ში. ეხლა გვაინტერესებს ერთადერთი ვინ მოიგო მესამე რაუნდი და ანგარიში და როგორი ანგარიში გამოვიდა ჯამი. შეიძლება იყოს split decision, ანუ გაყოფილი გადაწყვეტილება, ესე თუ იქნა არ შეგეშინდეთ. Winner of the Akaki Takauridze International Boxing Tournament by split decision is the red corner David Khessadze. ნახოთ საბოლოო ანგარიში. ერთმა საჯმა მისცა მოლდოველმა საჯმა, მესამეც მოიგო დავითმა, მაგრამ 4-1 გამოვიდა ანგარიში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. წარმატებები უსურვოთ დავითს და ჩვენ ნაკრებს სოფლიო ჩემპიონატზე. რომელიც ივლისში გაიმართება მონტენეგროს სოფლიო